მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მიზეზით შევიკრიბეთ. რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად შევიტყვე, რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი და ზოგადად ისტორიულ ჟანრში საზოგადოების ფავორიტი ფილმის ტროას გამოსვლიდან 22 წელი გასულა. იმის დეტალურ ახსნას არ დავიწყებ, თუ რატომ არის ეს ფილმი მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ჟანრის პროექტი, რაც გადაღებულა ადრეულ 2000-იან წლებში. ამ ვიდეოთი უბრალოდ მინდა გავიხსენოთ და ერთგვარად შევაფასოთ, რამდენად გაუძლო ვულფგენგ პიტერსონის ამ შედევრმა დროს. რადგან ფაქტობრივად 2 დეკადის შემდგომ ტროას მოვლენები კრისტოფერ ნოლანის წყალობით გაგრძელებას მიიღებს. ამიტომაც ვფიქრობ, ახლა ორმაგად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ 2 სიტყვა ვთქვათ ამ ფილმზე. კარგად მოგალავდით, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. მოდი თავდაპირველად დავიწყოთ იმ ფაქტის გახსენებით, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს სწორედ კრისტოფერ ნოლანი განიხილებოდა ამ ფილმის რეჟისორად. ნოლანი ადრეული დროიდან მითოლოგიის დიდი გულშემატკივარი გახლდათ და ტროის ომი იყო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომაც ბუნებრივია, რომ როდესაც ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა, ნოლანი რეჟისორთა რიგებში მოიაზრებოდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ნოლანის არჩევანი ბეტმენის სოლო ფილმის პირველ ნაწილზე შეჩერდა და 2005 წელს მან გამოუშვა კიდეც ეს პროექტი. ფილმის რეჟისორი ვულფგენგ პიტერსონი გახდა, რომელმაც დევიდ ბენიოფის სცენარის მიხედვით გადაიღო ჰომეროსის ყველა დროის საუკეთესო პოემის ილიადას ეკრანიზაცია. დევიდ ბენიოფი გახლავთ სამეფო კარის თამაშების სცენარისტი, ამიტომ ვფიქრობ, აქედანაც გასაგებია რამხელა მასშტაბის პროექტზე იყო საუბარი. საბოლოოდ ფილმის გამოსვლის შემდგომ ტროამ ბერძნული მითოლოგიის ექსპერტების დიდი მოწონება და სიმპათია ვერ დაიმსახურა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. მოდი აუცილებლად აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ილიადას, როგორც პოემის ფილმად გადაღება პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს, ვისაც ილიადა წაკითხული აქვს, დარწმუნებული ვარ, ამაში დამეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაგრძელება, ანუ ოდისეა, ბევრად უფრო რთულ, მაგიურ და არაამქვეყნიური არსებებით დახუნცლულ ელემენტებს შეიცავს, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ილიადა ბევრად უფრო რთული გასაცოცხლებელია ეკრანზე, ვიდრე ოდისეა. ამიტომაც დიდხნიანი მუშაობის შემდგომ ვულფგენგ პიტერსონი და დევიდ ბენიოფი შეჯერდნენ იმაზე, რომ ეკრანზე სამუშაოდ ილიადას პოემის ოდნავ გადაკეთება იქნებოდა საჭირო. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჰომეროლოგების აზრით ტროას ფილმს არ გააჩნია ის ღირებულება, რომელიც ჰომეროსმა ილიადაში ჩადო. ტროას ფილმში არ არიან ღმერთები. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ილიადაში ღმერთები ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურებს წარმოადგენენ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის ბედს ფაქტობრივად ისინი განაგებენ, კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება მოკვდავების და ნახევარ ღმერთი ადამიანების მიმართ. წიგნის ეს ნაწილი თითქმის მთლიანად ამოღებულია ფილმიდან და ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ეს არის ვერბალური მოხსენება იმისა, რომ ყველაფერი ღმერთების ხელით იმართება. ყველაფერი ღმერთების ნებაა, ავიც და კარგიც. ძალიან ბევრი მომენტია ფილმში ასეთი და განსაკუთრებით ტროის მეფე პრიამოსის მხრიდან, რომელიც წარმოჩენილია როგორც ღმერთების თაყვანისმცემელი და განმადიდებელი პიროვნება. სხვათა შორის, რაც ძალიან მომწონს ამ ადაპტაციაში, გარდა ბევრი სხვა რამისა, არის ის, რომ ნაჩვენებია ბრმა რწმენისა და თვალდახუჭული მიმდობლობის უარყოფითი მხარეები და ამის დასანახად მეფე პრიამოსი ყველაზე კარგი მაგალითია. მის საპირწონედ კი რეჟისორს შემოყვანილი ჰყავს მისივე ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ჰექტორი, პერსონაჟი, რომელიც საღი აზრის გამოხატულებაა, მიუკერძოებელი და ობიექტურად მოაზროვნე გმირი, რომელიც მხოლოდ ღმერთების იმედზე ყოფნას არაფრად თვლის და სამხედრო სტრატეგიის დაგეგმვას არა გულის, არამედ გონების კარნახით ემხრობა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი რამ, რაც ილიადაში და ასევე განსაკუთრებით ტროას ფილმში საოცრად არის გადმოცემული, არის ის, რომ ჩვენ ორივე ბანაკში, ტროელების მხარეს და ბერძნების მხარეს, გვყავს პერსონაჟი, რომელსაც პატივს ვცემთ და მთელი ფილმის განმავლობაში ვგულშემატკივრობთ. ტროელების მხარეს ეს არის ჰექტორი, მეფის სული, რომელიც თავისი ოჯახისთვის და სამშობლოსთვის იბრძვის, ხოლო აქაველების, ანუ ბერძნების მხარეს ეს არის ფთიის უფლისწული პელევსის ძე აქილევსი. როგორც წესი საომარი ჟანრის ფილმებში ჩვენ თავიდანვე ვირჩევთ მხარეს, რომელსაც გულშემატკივრობთ და ფილმის ბოლომდე გვსურს ამ მხარემ გაიმარჯვოს. 300 სპარტელის ფილმში ეს ცალსახად სპარტელები არიან, მამაცი გულის შემთხვევაში შოტლანდიელი ვილიამ ვოლასი, გლადიატორის ფილმში მაქსიმუს დეციმუს მერიტი და ასე
შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ტროას, ამ ფილმში ძალიან რთულია ამოირჩიო მხარე, რომლის ინტერესებსაც გაიზიარებდა მიემხრობი. ჰექტორი, უძლიერესი ტროელი მეომარი, რომელიც მზად არის საკუთარი ძმის უგუნურების და ბავშვური გადაწყვეტილების გამო მოკვდეს, რათა სამშობლოს კედლები და მოსახლეობა დაიცვას. მეორე მხრივ კი აქილევსი, რომელიც თვლის, რომ ერთადერთი მარადიული რამ, რაც ადამიანის სიკვდილის შემდგომაც კი აგრძელებს არსებობას, ეს მისი სახელი და დიდებაა. ამიტომაც მიდის ტროაში ყველაზე დიდ და სისხლისმღვრელ 10 წლიან ომში, რომელმაც ზუსტად ის მოუტანა ფრთიელ გმირს, რისთვისაც იბრძოდა და დროის სვლამ ნამდვილად დაადასტურა, რომ ბერძენი გმირი მართალი იყო, რადგან ჩვენ დღეს აქ ამ ვიდეოში ვსაუბრობთ აქილევსის სახელზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მან საწადელს მიაღწია და საკუთარი სახელი უკვდავყო. ხო, ამის გარდა ჩვენ ორივე ბანაკში გვყავს ორი უარყოფითი პერსონაჟი, რომელთაც მთელი ფილმის განმავლობაში ვაკვირდებით და ხვდებით, რომ რეალურად ყველაფერი რაც ხდება, ყველა ის პრობლემა, რომელიც წამოიჭრება და რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ამ ორი ადამიანის ბრალეულობითა. ტროელების მხარეს უღირსების განსახიერება პრიამოსის ვაჟი და ჰექტორის ძმა პარიზია, რომელიც ახალგაზრდული გამოუცდელობით და თავშეუკავებლობით უზარმაზარ შეცდომას დაუშვებს, რომლის საზღაურიც გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით მეფე პრიამოს წარმოუდგენია. შეუძლებელია მხედველობის მიღმა დავტოვოთ ჰექტორის უპირობო სიყვარული თავისი ძმის მიმართ, რომელმაც უღირსების ყველაზე დიდი მაგალითი აჩვენა კაცობრიობას. სტუმრად მისულმა მასპინძელი სახელმწიფოს დედოფალი ჩუმად წამოიყვანა და თავის სამეფოში ჩაიყვანა. ჰექტორმა ყველაზე კარგად იცის, რომ პარისი დამნაშავეა. ჰექტორმა ზუსტად იცის, რომ პარისის საქციელი ტროას განადგურებას და მისი ხალხის ამოწყვეტას მოიტანს შედეგად, მაგრამ უკან ვერ დაიხევს. მეორე მხრივ ჩვენ გვყავს აგამემნონი, მიკენის მეფე და ბერძენთა ყველაზე დიდი გაერთიანების ლიდერი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში უამრავ შეცდომას უშვებს და ჩვენ ხედავთ, რომ ის არ არის ღირსეული ლიდერი და წინამძღოლი. ის არა მარტო აქილევსი, არამედ უამრავ ბერძენ მეომარზე გაცილებით დაბლა დგას ღირსებით. ეს თავად აქილევსმაც იცის, მაგრამ მას თავისი მიზეზები აქვს, რის გამოც ომში ერთვება. აგამემნონის მიერ დაშვებულ შეცდომებს შორის ყველაზე მძიმე მაინც ის გამოდგა, რომელიც ტროის ფილმშიც კარგად არის აღწერილი. მან აქილევსის ჯილდო, აქილევსის ქალი მიისაკუთრა და ამით ღირსება შეუბრალა დიდებულ მეომარს, რასაც შემდგომ აქილევსის განდგომა და უამრავი ბერძენის სიკვდილი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ნაწილში ტროას ფილმი ისტორიულად არაზუსტია, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რამდენად იდეალურად არის დაწერილი აქილევსის და ოდისევსის პერსონაჟები. ოდისევსი ითაკის მეფე, რომლის ყველა გადაწყვეტილებას რაღაც ჩანაფიქრი უძღვის წინ. ოდისევსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია ტროის ომის ქრონიკებში და ფილმის ერთ მომენტში, როდესაც აქილევს ესაუბრება, ძალიან ჰომეროსულ წინადადებას ამბობს. შენ შენი ხმალი გაქვს, მე ჩემი ხრიკები. ჩვენ ვიბრძვით იმ იარაღებით, რომლებიც ღმერთებმა გვაჩუქეს. ოდისევსმა იცის, რომ არ არის ყველაზე ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ფლობს ხმალს და კიდევ უფრო კარგად ფლობს მშვილდს, მან იცის, რომ მასზე გაცილებით ძლიერი მეომრები არიან ტროას ომში. მაგალითად აქილევსი, მაგალითად აიასი, დიომედესი, პატროკლე. ამიტომ ის იბრძვის საკუთარი გონებით და როგორც ლევან ბერძენიშვილმა ერთხელ ახსენა, ბერძნებმა ყველა ბრძოლა და საბოლოოდ ტროის ომი მოიგეს არა აქილევსობით, არამედ ოდისევსობით. რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძენთა ლიდერს აგამემნონს არ ესმოდა, რომ ომს მხოლოდ ჯარისკაცთა რაოდენობით ვერ მოიგებ. ამას ფილმში ჰექტორიც არაერთხელ ამტკიცებს, რომლის მიერ გაერთიანებული არმია ახლოსაც ვერ მივა ბერძნების 50,000 კაციან გაერთიანებასთან. ომს იგებენ ისინი, ვისაც ჰყავს ჭკვიანი გენერალი. აგამემნონი იმდენად წინთაუხედავი მმართველი იყო, რომ ვერ ხვდებოდა მის არმიაში გაერთიანებული ძალისა და ჭკუის მნიშვნელობას. მას ჰყავდა ითაკელი ოდისევსი, მახვილგონიერი მეფე და ფრთიელი აქილევსი, საუკეთესო მებრძოლი, რომელიც დაბადებულა. თუმცა ფილმში კარგად ჩანს, რომ ბერძნებს შორის შიდა განხეთქილება უფრო ძლიერია, ვიდრე აუღებელი ციხე-ქალაქის ჩამოქცევის სურვილი. ტროას ფილმში პეტერსონმა საკმაოდ ბევრი სიუჟეტური ცვლილება შემოგთავაზა. ბევრი პერსონაჟი არ წარადგინა ილიადას წიგნიდან, თუმცა ყველაზე დიდი სიუჟეტური გადახვევა მაინც ფილმის დასასრული ან უკანასკნელი აქტია. ჰომეროსი ილიადას და ომის დასასრულად ჰექტორის ტროელი უფლისწულის სიკვდილს მიიჩნევს. სწორედ აქ თავდება წიგნი და დანარჩენი მოვლენები, ისეთები როგორებიცაა ტროას აღება, ოდისევსის მიერ ტროის ცხენის აქების იდეა და გონივრული ხრიკით ქალაქში შეპარვა ვერგილიუსის ენეიდაში გვხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტროას აღების მომენტისთვის აქილევსი ბერძენთა გმირი უკვე მკვდარია. თუმცა ფილმის ვერსიაში
პეტერსონის და სცენარისტის აზრით, აქილევსი იმსახურებს უკანასკნელ მომენტამდე მაყურებლის ყურადღებას და ფილმი არა ჰექტორის, არამედ სწორედ ფრთიელი აქილევსის სიკვდილით სრულდება. გამოსარჩევია სცენარისტის ის გადაწყვეტილებაც, რომ ბრისეისის ურთიერთობა აქილევსთან, მათი სასიყვარულო ისტორია და ტრაგიკული დასასრული გაცილებით გარომანტიზებულია ტროას ფილმში. მაშინ, როდესაც ჰომეროსის სიუჟეტის ამ ნაწილს უბრალოდ იყენებს როგორც აგამემნონსა და აქილევს შორის მორალური უთანხმოების და მათი ღირსება უღირსობის წარმოსაჩენად. როგორც წესი, არავისთვისაა უცხო, რომ წიგნების ადაპტაციები უმეტეს შემთხვევაში ვერ ახერხებენ, რომ ამა თუ იმ ავტორის სრული CD-ად ეკრანზე გადმოიტანონ და გააცოცხლონ. ამ შემთხვევაში არც ტროა და ილიადაა გამონაკლისი და ზევით როგორც აღვნიშნე, ილიადას ფილმად გადაღება და სრულიად ადაპტაცია პრაქტიკულად შეუძლებელ მისიას წარმოადგენს. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ტროას ფილმმა შეეძლო და ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც ილიადაში გვხდება და რომელიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პოემის ფუძეა იდეალური გზით გადმოსცა ეკრანზე. ერთი ეს არის სცენა, როდესაც პატროკლეს სიკვდილით განრისხებული აქილევსი საუკეთესო ტროელ მეომარს ჰექტორს შეებრძოლება და ალბათ ნებისმიერი დამეთანხმება, რომ ეს დუელის სცენა საუკეთესოა, რაც კი ორთაბრძოლა გადაღებულა და გამოჩენილა ეკრანზე. აქილევსის საბრძოლო ქორეოგრაფია ბრედ პიტის შესრულებით არის ის, რის გამოც მე პირადად მომხრევა, რომ წიგნის ადაპტაციები უნდა არსებობდეს. აქილევსის ფიზიკური ფორმის და ბრძოლის ხელოვნების ესთეტიკა საერთოდ სხვა დონეზეა ფილმში. ხოლო მეორე სცენა ეს არის პრიამოსის მიერ საკუთარი ვაჟის გვამის გამოხსნის მომენტი მოწინააღმდეგეთა და უფრო კონკრეტულად თავად აქილევსის ბანაკიდან, სადაც ჩანს მეფის, მამის, უბრალო კაცის სახე, რომელსაც არაფერი აღარ აქვს დასაკარგი და საქციელი, რომელიც თავად აქილევსის პატივისცემას და გაოცებას დაიმსახურებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ტროამ დროს გაუძლო 2 წლეულზე მეტია უკვე რაც ეს ფილმი გამოსულია და კარგი ღვინოსავით დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტი რამის აღმოჩენა და გადააზრება შეგვიძლია ამ ფილმით. ხოლო თუ უფრო ღრმად გინდათ გაეცნოთ ამ გენიალური პერსონაჟების სახეებს, მაშინ ჰომეროსის ილიადა თქვენი სახელმძღვანელო იქნება. მეკითხეისათვის ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით, სულ მალე დროებით.